17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. დღესასწაულს კახეთიც აქტიურად უერთდება. მსვლელობა თელავში გაიმართება და ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს მონაწილეობას. ოჯახის სიწმინდის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივით 2014 წელს დაარსდა და ყოველ წელს საზეიმოდ აღინიშნება. მოგვიახლოვდა ოჯახის სიწმინდის და დაცვის დღე, მშობლების პატივისცემის დღე, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის დიდი პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა-კურთხევით 2014 წელს დაწესდა ეს დღე და ესე ვფიქრობ, რომ ქაოსი შეიცვალა მშვიდობით და უწესრიგობა შეიცვალა წესრიგით. აი ამ დღის შემდეგ უწესობა შეიცვალა სიწმინდით. და აი ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღის დაწესება. მისი სიბრძნე, პატრიარქის სიბრძნე არის საოცრად დიდი და შორს მხედველი და შორს მჭვრეტელი არის პატრიარქის სიბრძნე და გონიერება და მართლაც საოცარი დღეა, საოცრად სითბო და სიყვარული არის ხოლმე ამ დღეს განსაკუთრებულად, რადგან ოჯახები ძალიან ბევრი უამრავი საქართველოსდან დღესაც ახლაც კი შეუძლია ყველას წირვის შემდეგ წირვამდეც წავიდეს ქაშვეთის ეკლესიაში, ვერ ფეხით სრულობა მოეწყობა, საზეიმო მსვლელობა სამების საკათედრო საპატრიარქო ტაძარში და იქ პატრიარქი შიო დალოცავს ჩვენს ოჯახებს და ეს არის საოცარი დღე და ჩვენ ყველა უნდა შევერთდეთ ამ დღეს და უნდა დავფიქრდეთ ამ დღეს და ყოველ დღე რა თქმა უნდა ჩვენს ოჯახზე თუ როგორ შეიძლება განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობა მეუღლებთან, როგორ შეიძლება განვაახლოთ ჩვენი ურთიერთობა შვილებთან, შვილებმა, მშობლებთან, რომ ჯანსაღი ურთიერთობა იყოს, შევძინოთ ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და კეთილის მომტანი იყოს ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთთან და რა თქმა უნდა ვეცადოთ რომ ვფიქრობდეთ და მე სრულყოფაში მოვიყვანოთ, რომ ეს ჩვენი ერთობა და ერთსულოვნება იყოს ღირებულებებზე დაფუძნებული, ეს ღირებულებები უნდა იყოს ქრისტიანული ღირებულებები, აი ეს ეფესელთა ეპისტოლე ოჯახში ცოლ-ქმარს როგორ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, რამხელად დიდ პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთს, როგორ უნდა ჯვარზე გაეკრან და ერთმანეთის სიცოცხლე დაადონ კიდევაც და როგორ უნდა ემსახურებოდეთ, როგორ უნდა ეშინოდეთ ერთმანეთს, რომ არ დაკარგონ ერთმანეთი და რა თქმა უნდა აი ამ საფუძვლებით როცა აღზრდი შვილს, შვილიც უკეთესი მომავალი იქნება და საქართველოს ექნება უკეთესი და გაბრწყინებული მომავალი. დიდება და მადლობა უფალს ამ დღისთვის. მე და ჩვენ ვლოცავთ ყველა ოჯახს, ღმერთმა დაალოცოს საქართველოს ოჯახები და წმინდა ყოფილიყოს ჩვენი ოჯახი და ინებოს ღმერთმა რომ ერთ და ბერი ერთიანი და სრულყოფილი და თავისუფალი ყოფილიყოს ჩვენ ღვთისმალით და წყალობით ამი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.